თუ არ გადაიხდის დაიჭერენ. ნანუკა და მელია დღეს საჯარო პოლიტიკაში დავხსნით ნიკა მელიათი კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი. დაგიჭერენ ნიკა. საღამო მშვიდობისა გირაოს გადახდა საპირებ თუ არა აქედან გამომდინარე ალბათ მე გავაკეთებ დასკვნას როგორია თქვენი მოლოდინი. მადლობა დაპატიჟებისთვის. მადლობა თქვენ. მასპინძლობისთვის რაც შეეხება გირაოს, რომელიც არავინ არ იცის რატომ არის დაკისრებული, ისე როგორც ბევრი რამ ჯერჯერობით პასუხი გაუცემელია ამ ქვეყანაში, მაგრამ აუცილებლად გაეცემა ადრე ვიდრე გვიან, კონკრეტულ კითხვაზე პასუხი მეც და ჩვენს მეგობრებს უახლოეს პერიოდში, ანუ იმ სწორ პერიოდში გვექნება, როდესაც ამისი დრო დადგება. ხო 30 დღით ადრე ამაზე საუბარი ბევრი მიზეზის გამო არ მსურს, თუმცა 30 დღით ადრე კი არა, თვეებით ადრე თქვენ ღია დაფიქსირებთ მაგალითად არჩევნებთან დაკავშირებით თქვენს პოზიციას. არა, რატომ გაგიკვირდა? უსამართლობის ანუ 30 დღით ადრე არ გაქვთ გადაწყვეტილი. არა, გადაწყვეტილება რა თქმა უნდა მაქვს მიღებული, ისევე როგორც ძალიან ბევრ ჩვენს მეგობრს და აქ არ ვარ მე ერთადერთი, ვისაც მსგავსი აბსურდული ასე თანხა დაეკისრა, ხო? კი, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარი. კი ბატონო, კი, რა თქმა უნდა და პირველ რიგში გიორგი ვაშაძე. პირველ რიგში გულისხმობ კოალიციას ცვლილებებისთვის ლიდერებს, ასევე პარტნიორებს, ხო, ხა მეგობრებს და სხვებსაც ახლა ამ ბრძოლაში ალბათ პარტიული ზღვარი წაშლილია, მაგრამ არსებობს ახლა მეგობრობაც და პარტნიორობაც და რა ნაბიჯიც იქნება ბრძოლისათვის ყველაზე ეფექტური, იმ ნაბიჯს გადავდგავთ ახლა ციხეში მე პატიმრების მშობლებს, როდესაც შევხვდი რამდენიმე კვირის წინ, რაღაცა საუბარმა მოიტანა და ვთქვი ასეთი ფრაზა და ხაც გავიმეორებ რა, ახლა პოლიტიკოსისთვის დღეს ციხეში ყოფნა ფუფუნება. ფუფუნებარი წამოკოტრიალდი იქ, არანაირი ვალდებულება არ გაქვს და ახლა მეგობრები გარეთ იბრძვიან და შენ უბრალოდ მოკრებული ხარ ეს ძიმიან ნამდვილად ოჯახის სიტყვასაც და შენს თანამებრძოლებსაც, მაგრამ ახლა თუ კი გაქვს შენ იმისი განცდა, რომ გარეთ ყოფნით შეგიძლია მეტი ზიანი მიაყენო ხელისუფლებას, ხო, რეჟიმს, არა და დრო ძალიან ცოტა გვაქვს. მე ვფიქრობ, აი აქედან გამომდინარე არის მსჯელობა საჭირო და გადაწყვეტილებაც აქედან უნდა მივიღო. როგორ არ მიფიქრია, კიდევ ერთხელ გადაიხდი თუ არა, არ ჩამოყალიბებულ ხარ პირდაპირ გეუბნებით, ეს იმას არ ნიშნავს. ინდივიდუალური ყველაფერი, ციხეში ყოფნა ფუფუნებარი. ვარ ნამყოფი და არ ვიცოდი. იქ კარები რო მოგვიკეტეს, მე პირადად ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, ხა არ ვიცოდი, ხა ორ დღეში მივხვდი, რომ პრობლემა არ არის. წლებიც გავძლებდი, მაგრამ ხა მიზანი და ამოცანა რომელიც გვაქვს ამ ქვეყანაში ცვლილებები და ამ ცვლილებებმა მე უნდა შეიძინოს პოზიტიური შინაარსი და უბრალოდ ერთი დამარცხდეს და მეორე გამარჯვებულად გამოცხადდეს, ეს ხომ არ გვინდა არა, მაგრამ თანხმდებით რომ ივანიშვილის რეჟიმი არის დასამარცხებელი, მიზანი და ამოცანა არის უცვლელი. ამ მიზან და ამოცანას რა ნაბიჯიც ასე მოუხდება და რა ნაბიჯის გადადგმასაც გადავწყვეტ მეც და ნიკა გვარამიას და სხვაებიც ზურაც, იმ ნაბიჯს გადავდგავ მეც. ზურა ჯაფარიძე ხო არ დამავიწყდეს ზურა ჯაფარიძე. და სხვაები. და სხვაები არ ამიტომ ყველა არც ჩვენ ჩამოყალიბებულები ვართ, სიმართლე გითხრათ, უბრალოდ არ ამგონია რომ ეხა 30 დღით ადრე ეხა ივანიშვილის მონომორჩილებაში ყოფ ადამიანებს ცხადად უნდა უთხრა, რას გავაკეთებთ ეხა ჩვენ. მაგრამ ყველა ნაბიჯი მოემსახურება ივანიშვილის კრიზისში შეყვანას და ქვეყნის კრიზისში მაშინ უნდა დამანახოთ კრიზისში შეყვანაში, რას გულისხმობთ? ეხლა ვიდრე დაიწყებოდა ჩვენი გადაცემა, მე საფასუხო წერილს წერდი პატიმრებს, თორნიკე გოშაძეს, რეზო კიკნაძეს და ნიკა კაციას. დიდი ხანია ვაპირებდი მათთვის პასუხების მიწერას და აი დავჯექი და თავი მოუყარე. ამ ადამიანების წერილები და რასაც მე ვღებულობ და რასაც ვიგებ, მათ ყველას აინტერესებს, მას რას აპირებს ოპოზიცია. ერთ-ერთმა არ დავასახელებ ინტელექტუალები, მაგრამ ხეიბრებიო, პოლიტიკური ხეიბრებიო თავის წერილში ასე შეაფასა ოპოზიცია და მე მესმის მათი მკვეთრი შეფასებების, იმიტომ რომ ალბათ ძალიან მძიმეა მათთვის იმ რეალობის მიღება, რაც დღეს ამ ქვეყანაშია, განსაკუთრებით ციხის გისოსებში. მოგკითხვა ყველა პოლიტპატიმარს, არ ვიცი კონკრეტულად რა კონტექსტში გითხრათ ის, ვინც გითხრათ, პატივს ვცემ განსაკუთრებით ყველა ადამიანს იქ ვინც არის და ამ ქვეყნის ბრძოლის პროცესის შედეგად არიან უსამართლოდ, ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანი არის თავის დროზე იქ ნამყოფი, სამწუხაროდ ბევრი ადამიანი კიდე იქნება, სანამ საბოლოოდ გამარჯვება
ხალხს დარჩება, თუმცა ხა ამ შეფასებაში ბუნებრივი არ მეთანხმები და ემოციური ფონი აქვს და გასაგებია თავად გადაიაზრებს ვინც არ უნდა იყოს, მე ხო არ ვიცი. არ შეიძლება ასე. ვინაიდან პოლიტიკური ზღვარი და პარტიული ზღვარი წაშლილია, პოლიტიკოსებს შორისაც არის წაშლილი. ჩვენ ახლა ვიბრძვით მომავლისთვის. ჩვენ არ გვაქვს არჩევნები, ხო? ახლა ამბობენ, რომ ამორჩეველი ყოველთვის მართალია. მართალია. თუ გაქვს შენ საარჩევნო პროცესი. ჩვენ ახლა ყველანი ერთად გავართ იმ მოცემულობის წინაშე, რასაც ხედავთ და ვეხებით, ხო? ან ვიღებთ ამ მძიმე მოცემულობას, ან ამ მოცემულობის შეცვლისთვის ვიბრძვით ყველანი ერთად და აღმოჩნდებით ან უკეთეს მომავალში, ან ისეთ მომავალში, როგორც აწყუბრავს. ნიკა, ვიბრძვით როგორ? როგორ ვიბრძვით? ნიშნის მოგება. ხო. ჩემის აზრით ერთმანეთისთვის არავისთან არანაირი ვალი არ გვაქვს, პირდაპირ გეუბნებით. მე გარდა ჩემი ქვეყნის მომავალთან და ჩემს სინდისთან და არ ვიცი პასუხისგებლობასთან გააზრებულად შემოვედით ამ ბრძოლაში. მე პირადად 2013 წლიდან და არ ყოფილა რეალობა, სადაც საჭიროება მოითხოვდა ყოფნა ბრძოლა და ჩვენ ყოფილვართ. და ეხლა ნებისმიერი ადამიანის მხრიდან თითის გამოშვერა ვინც არ უნდა იყოს. არ არის უბრალოდ პრაგმატული ეხლა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთ ნავში. ჩვენ ან ერთად ვმარცხდებით, ან ერთად ვიმარჯვეთ. მით უფრო ეხლა პოლიტიკურ პარტიებზე საწყის ეტაპზე რაც იყო დამოკიდებული. მიუხედავად ჩემი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა 2020 წლიდან ეხლა ვინც თქვენ ვინც მიხსენეთ და არც გეკითხებით და არც მინდა ვიყო ინფორმირებული ვინ დაწერა ეს ხო მეც ვარ იქ ნამყოფი როდესაც ტელევიზორს უყურებდი და საპარლამენტო ბოიკოტი იყო 2020 წელს და ოპოზიცია იმაში შევიდა პარლამენტში და ამით დასრულდა საპარლამენტო ბოიკოტი რითიც ჩემის აზრით მარცხი ვიწვნიეთ ოპოზიციამ და 4 წელი ივანიშვილს მე მართლა ასე ვფიქრობ და შეგვიძლია ამაზე წლების შემდეგ ვიკამათოთ მაგრამ ამაზე ხა საჯაროდ მაშინ ამბობთ არ ვსაუბრობდით ივანიშვილის რეჟიმი გამოცლილი არის მორალური საფუძვლისგან, რომ ეს ქვეყანა მართოს, ის ვერ მართავს ამ ქვეყანას. ის ცდილობს ასე რეპრესიული მექანიზმებით შეინარჩუნოს მიტაცებული ძალაუფლება და გუშინდელი დღეც ამის ნათელი დადასტურება იყო. ძალიან ემოციური დღე იყო, როდესაც ხედავდი ადამიანების ქართველი პატრიოტების სახლებში, არ ვიცი, გაუგებარი უწყებების თანამშრომლებს შეყრილებს, სხვანაირად ამას ვერ შევაფასებ, სუსიდან დაწყებული, რა ვიცი, გამოძიებელ პროკურორებით დამთავრებული, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში, მარიამ ბაჯელიძეს სახლში, კიდე იქ უფლებო დამცველი ავტობუსი და საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ჩამოსვეს, შეგნებულად როგორც გაირკვა, საერთოდ შეეშალათ ეს ადამიანი, ხო? ეხლა, როდესაც ნანუკასთან სახლში შეცვლიდებიან, ამდენი მამა იქ ყავს. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, პატარაშვილი საბა იქ ყავს და ეხლა ზოგჯერ არ გინდა რომ შენს ბინაში და სახლში ის მეზობელი მიიღოს სტუმრად, რომელსაც მაინდა-მაინც ადამიანურად არ წყალობ. ხო, ეხლა რაღაცა შენი მიკროკლიმატი გაქვს, ერთადერთი სივრცეა, სადაც არ ვიცი, შეიძლება შვიდად იგზნო თავი და სულიერი სიმშვიდეს დაეუფლო, ხო? ოჯახის წევრებთან ერთად, არა? აი ამ კერაში რომ შემოგივარდება, ხო, 40 ადამიანი, უცხო, დილის 9 საათზე, ბავშვთან ერთად, ხო, პატარა ბავშვთან ერთად, მამა იქ ყავს. ეხლა ეს ძალიან დიდი ნერვების ხარჯზე გადააქვს ძალიან ბევრ ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვიზუალურად ამას არ იმჩნევენ. მარიამ ბაჯე ხა მართლა კიდევ ცრემლები წამომივიდა, როცა დავინახე 8 წლის ბავშვი, მე თავად 10 წლის ბავშვი მყავს, ხო? 8 წლის ბავშვი საბანში შეყუჟული და დილის 9 საათზე თუ 8 საათზე შემოვარდნილები ვიღაცა ბაპატიეთ და ესე რა ქვია, ვირები. ხო, დიახ, 9 საათზე რომ შემოგივარდება შენ, მით უმეტეს ეხა ნანუკას რომ შემოვარდები, რომელსაც ავსი ეთერში მე მაქვს მოსვენილი, წინასწარ ქონდა ნათქვამი რომ აპირებენ ჩემთან შემოსვლას, ხო? ჩხერეკაზე. ეხა როგორ შეიძლება აქტიურ მებრძოლს ნებისმიერ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, გინდა მარიამ ბაჯელიძე ყოფილი ნანუკას განსაკუთრებით დაჟდობაში. ეხლა წინასწარი მოლოდინი, დიახ, ალეკო ციტეში, წინასწარი მოლოდინი ისედაც აქვს ყველა აქტიურ მებრძოლს სახში რაიმე ტიპის მტკიცებულება კონდეს რაიმე თუნდაც აი ესეთი პროპაგანდისტული იარაღისთვის გამოსაყენებელი, ხო? ხო, ეხლა ნათელი იყო, რომ არაფერი არ იქნებოდა. ეხლა ჩემთან სახში რამდენი ადამიანიც ეხლა სულელი ხო არავინ არა ვართ, ხო? თეორიულად კი, პრაქტიკულად უშვებ, რომ ხვალდაზე შეიძლება ნებისმიერი დღეში არჩიონ, როდესაც შემოვიდნენ. ეხლა რაც არ უნდა გააკეთო და გადაატრიალონ სახლი, რა უნდა იპოვო?
სახში ვინ რას შეინახავს, რომელ ელექტრომოწყობილობა, სადაც შეიძლება თუნდაც ერთი მოკლე ტექსტური შეტყობინება მათთვის საინტერესო იყოს გაგზავნილი. ეს იყო სპეციალურად გადადგმული ნაბიჯი, რომ იქნებ სხვები ამით დაშიდნენ. დისკომფორტია სერიოზული, არ დაგიმალოთ. დისკომფორტია სერიოზული, მაგრამ შიში და დისკომფორტი ორი სხვადასხვა რამ არის. ამით ადამიანები აღარ შინდებიან. ისევე როგორც არ შინდება ის 50 ადამიანი პოლიტიკური პატიმარი და ტყვე. ისევე როგორც მანამდე ძალიან ბევრი არ დაშინებულა და მას შემდეგ კიდევ ვიდრე ვსაუბრობთ ამ ქვეყანას ეყოლება კიდე პოლიტიკური პატიმრები სამწუხაროა. ხო, გარდაუვალია, გარდაუვალია. კიდევ ერთხელ შიში და დისკომფორტი ორი სხვადასხვა რამ არის ხახტო. არ შეიძლება ჩვენ ამ რუტინაში დავიღალოთ. რუტინა არის ეს. ამ რუტინაში დისციპლინას, გამძლეობას, მორალურ სიმტკიცეს აქვს ყველაზე დიდი ფასი. დისციპლინას აქვს ყველაზე დიდი ფასი. აი ეს რაც ხდება თუნდაც რუსთაველის გამზირზე, ხო? დისციპლინა ყველაზე ძვირად ფასობს, მაგრამ ყველაზე იაფიჟდება. მაგრამ ეხა ყველაზე ტკინვეული იარაღი ივანიშვილს არა ფინანსური რეპრესიების იარაღია მისთვის, არა მაგალითად თავისუფლების აღკვეთა, არა ფიზიკური ცემატება ჩვენი პროპაგანდისტული სხვადასხვა ტიპის იარაღები. მათ შორის რომელსაც ბევრი ადამიანი ებმევა, რომ აი ვიღაცას მოუწერია და ოპოზიციური პარტიები ინტელექტუალური ხეებები არიან. დაუშვათ ეხა გულზე ერთი ადამიანის არის, კარგი, გასაგებია, მაგრამ არა. მე არავის ვალი არა მაქვს, ჩემო არ. გავიგე, არა, თქვენ ვერ გაიგეთ, უნდა მასწევიოთ. მე რატომ მომხვდა ინგა, მე ვეუბნები სიმართლეს ჩემის აზრით. საზოგადოებას იმ ნაწილს, რომელიც თქვენ გადაცემას ახლა უყურებს. მნიშვნელოვანი არის, რომ არ მიცეთ ქართულ ოცნებას შესაძლებლობა მისი პროპაგანდა გაფურჩქნოს. და იმისი ძახილი, რომ დღეს არის ოპოზიცია სუსტი, თუ სუსტია, თუ ალტერნატივა არის, მაშინ შევეგუოთ ქართულ ოცნებას და მაშინ რა გაწუწუნებთ ვინმეს, ხო? პირობითად ვამბობ. რას ნიშნავს სუსტია? ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის, რომ ოპოზიციური კლასი ვერ იქნება იმ ფორმაში, როგორშიც ალბათ ჩვენ თავად ვისურვებდით და მაშინ ვთყვი ვართ. თუ ოლიგარქიული რეჟიმია, თუ ავტოკრატიული რეჟიმია, თუ მეტეს რუსული რეჟიმია, ძლიერი ოპოზიცია, ისეთი როგორიც მეც მინდა რომ იყოს და ყველას გვინდა ვერ იქნება. მაშინ ეს არის ტყვილი. აქედან გამომდინარე ჩვენ ამაზე დავასრულებ ერთმანეთისკენ თითის გაშვერვას მე განგებ გავუსვი ამას არა ჩვენს კომფორტული მე იქ ნამყოფიო საიდან წერია იმიტომ რომ არანაკლებ ბრძოლაში არიან ის ადამიანები ვინც ყოველდღე მოლოდინი დაჭერის უფრო მძიმეა ვიდრე დაჭერილი ადამიანის ყოფა ჩა საკუთარ თავზე გეუბნებით პირდაპირ გეუბნებით გაცილებით მძიმეა მოლოდინი როცა შეიძლება ხვალდაზე სახში შემოგივარდნენ არ ვიცი გაგჩხერიკონ ეხა საკუთარ მაშინ რა ქვია სახლის და ბინის ყველა უჯრაში რო ხელებს გიფათურებს ივანიშვილის არ ვიცი ესა მორჩილი მასა ხო ეს უფრო რთულია ემოციურად ვიდრე უკვე დაჭერილი ხარ და იქ შენ ცხოვრებას აწყობს სხვანაირად. პირდაპირ გეუბნებით, მე ვარ როგორც თავისუფლებას ვაძლევ, ადამიანი იქ ნამყოფი. დილით იღვიძებ, გაზეთს კითხულობ, წიგნს კითხულობ, მოვაშე, ძალიან რთულია, გენატრება ყველაფერი, მაგრამ იქიდან შენ უნდა ამხნევო. როგორც აქედან უნდა ვამხნევოთ, იქ ყოფი ყველა ადამიანი. ჩვენ ვართ თანამებრძოლები, ჩვენ ბევრი დრო არ დაგვჭა. ჩვენ არ გვაქვს უფლება დამარცხების ამ პროცესში. და ვინ უფრო ვაჟკაცია და ვინ უფრო გამბედავია და ვინ უფრო რისკზე წამსველია აქ თეორიაში შეჯიბრებითობა არ ხდება. პრაქტიკაში არის მოკლე ქრონომეტრაჟისა და ამიტომ არ მინდა რომ რაღაც კითხვების დასმა ვერ მოვასწრო. აი თქვენ ახსენეთ თავარია შედეგი, თავარია გამარჯვება. მაინტერესებს როგორ ხედავთ? აი უკვე ამ ეტაპზე როცა მართლა ტერორზე გადავიდა, თქვენ წეგან პოლიციის სახში შევარდნებზე საუბრობდი და მე ნანუკა ჟორჟოლიანის სახთან გუშინ საკუთარი თვალით ქუჩაზე იქ აღარ ვაპარაკობ სახლის მიმდებარედ. აი ქუჩაზე იმდენი ფორმიანი თუ უფორმო ძალოვანი ეგრეთ წოდებული ვნახე რომ შოკში ვიყავი აი ომში რომ მიდის ომში მყოფი ქვეყანა და ახლოებით ალბათ ეგრე გამოიყურება გამარჯვებას როგორ მივაღწევთ აი წეგა ნიკა გვარამიამ დაწერა ცოტა ხნის წინ Facebook-ზე მოკლეთო გუში რატომ გაგეცინა არა მეთქო
ვიცოდი დაახლოებით რას გითხრა. მაყურებელთან მაშინ ვიყოთ გულწრფელები. არა, არ ვიყოთ გულწრფელები. რას ნიშნავდა თქო გვარამიას ეს სტატუსი და მაგაზე ეთერში გიპასუხებო და ამიტომ გაეცინა. მოკეთ გვარამიამ დაწერა გუშინდელი დღე უკიდურესად დამაფიქრებელი და გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემთვის, იმიტომ არა რომ უარესები არ მომხდარა, იმიტომ რომ გუშინ ძალიან მკაფიო და გახსნილად თქვა რეჟიმმა თავის სათქმელი, მომავალი არ იქნება, მოვიდა კარგად დავიწყებული ძველის განახლების დრო და ამ ყველაფრის შეიმოქმედების მოდულზე ასახვით დროს დიქტატურა უნდა დაემხოს. ანუ რას აანონსებს თქვენი ერთ-ერთი დიქტატურა თქო უნდა დამარცხდეს და ქვეყანაში ცვლილებები უნდა დაადგეს ამისთვის ვიბრძვით ბევრი ადამიანი და მე სიმართლე გითხრათ ეხლა Facebook პოსტებით რა თქმა უნდა კომუნიკაციის შესაძლებლობა ერთ-ერთი მაგრამ ნიკას აქვს შესაძლებლობა თქვენი გადაცემის სტუმარიც იყო გუშინ რამდენიმე გადაცემის სტუმარი და მართლაც ისაუბრა და არაფერი ახალი არ უთხოვს და ახალს არ ვამბობთ. უბრალოდ ვამატებთ თქვენის ნებართვით რომ მნიშვნელობაზე მნიშვნელოვანი არის აი ეს არსებითი არის რა არ ვიყოთ მოწადინებული რომ იცით ამ ბრძოლაში ვიღაცა უკეთესია და ვიღაცა რაღაცა მოიკოჭრებს. ეს არის ის რაც ჩანჩქერს ასხავს ივანიშვილის ცისქვილზე და განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან როცა აპრიორი ვიცი რომ ის არ შეიძლება იყოს მაგალითად ბევრზე ძლიერი აი ამ დაპირისპირებაში, მაგრამ რაოდენობრივი უპირატესობა მნიშვნელოვანია ერთობაში, როდესაც ვართ ეს ძალას ქმნის. რა საჭირო არის ახლა თითების გაშვება, როდესაც შენ მართლა ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე ყავს. სუსტია ოპოზიცია, მე ვიცი რა, სუსტია. მე გეტყვით, მე არ ყოფილა როგორც ჩანს ძლიერი და ჩემი თანამებრძოლები წლების განმავლობაში აი 10-ობით, 1000 და 100-ობით 1000 ადამიანი თავის დროზე რო ვერ დავარწმუნეთ, რომ ქართული ოცნებისთვის ხომ არ მიეცათ. აი იქ ნამდვილად სუსტები ვიყავით. 2016-ში, 2018-შიც, 2020-შიც, 2021-შიც, 2021-შიც, ეხლა 2021-შიც ქართული ოცნებისთვის რო ხო, ეხლა იმ ადამიანების ნაწილი დღეს რო შენ გაკრიტიკებს, ან რატომ უნდა გავაკრიტიკოთ ეხლა ერთმანეთს? არ არის ინგა საინტერესო არა სასარგებლო ისევე როგორც უსარგებლო არის ვინც ამ ბრძოლაში წლების განმავლობაში ვარ მე მაგალითად 2013 წლიდან კიდე არის ხალხი ვინც არ ვიცი 30 წელიწადია და აკრიტიკებს პირიქით ადამიანებს და ისევე როგორც მაგალითად ადამიანები ვინც ამ ბრძოლაში რამდენიმე თვეა შემოვიდნენ და დასაფასებელია მანამდე 51-ის იქით ვერ ვახედებდით ეს ჩემი დაკვირვანება როგორც პოლიტიკოსის რომ ძალიან ბევრ თბილისს ზუგდიდეს ქუთაისს ან რუსთაველის გამზირზე დღეს მდგომ ადამიანს ვერ ვარწმუნებდი რომ 51 არ შემოგეხაზა არა და ნათელი იყო ხო ვინ იყო ივანიშვილი კალაძე ვინ იყო 2021 წელს არ ვიცოდით თბილისელები 2021 წელს წახვედი და კიდე კალაძეს რომ მიეცი ხმა როგორც ივანიშვილის მონომორჩილებაში კორუმპირებულ ადამიანს და დღეს შენ არ ვიცი აკრიტიკებ ადამიანებს ვინც ციხეში 3-4 არის ნამყოფი არ მიიღება ასეთი შენიშვნები პირდაპირ გეუბნებით მორალური უპირატესობა არის უმნიშვნელოვანესი როგორც პირიქითაც არ მიიღება ხო და როგორ წარმოგიდგენიათ ანუ აი ეხლა სამედრული დისციპლინირებული რუტინული და შედეგზე ორიენტირებული და არა გულზე ჯიღის ცემა და ხმაურის ატეხმა ყრუხმაურის ჩვენ არ გვინდა ასეთი ხმაურის გამოწვევა ჩვენ გვინდა შედეგი კი ბატონო კი ქვეყანაში არა სოფლიოში უდიდესი გეოპოლიტიკური ძვრები არის სოფლიო პოლიტიკა თავდაყირად დადგა ხა ამ რეალობას თუ ჩვენ იქნები პატიმარი თუ იქნები თავისუფლებაზე ყოფი მაგრამ ცვლილებების მოსული ამას თუ ვერ ხედავ პრობლემა არის თუ ვერ ხედავ უნდა აგიხსნათ უნდა აუხსნათ ერთმანეთს რომ რეალობა არის აბსოლუტურად შეცვლილი და ძალიან ელასტიურად უნდა პრაქტიკულად აი ადაპტირდეთ აი ამ ახალ უმძიმეს რეალობასთან არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით შექმნილ ახალ რეალობასთან არამედ სოფლიოში მოცემულობიდან გამომდინარე რაზეც თქვენ საუბრობთ ნიკა როგორ წარმოგიდგენიათ მაშინ შედეგზე როცა აკეთებთ აქცენტს ისევე როგორც ძალიან ახლოს ვიყავით 2021 წელს წარმომედგინა მე პირდაპირ გეუბნებით მე წარმომედგინა 2014 წელსაც გამარჯვება მაგრამ ნუ მაშინ გამოცდილება არ მქონდა და ნუ დავიჯერე და ჯეროდა 2014 თქვენი გამოცდილება 2014 წელს ნარმანია რო იყო მაშინ ხო გახსოვთ მაგრამ ამ წვენამ შესაძლებელი გახადა რომ მეორე თუ ყოფილი როგორ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა თქმა უნდა ძალიან ინტენსიური კომუნიკაციით საზოგადოებასთან
და არა მხოლოდ რა თქმა უნდა ასევე რუსთაველის გამზირზე შესაბამისი წინაპირობების მომზადებით შესაბამისი მუხტის შექმნით და შესაბამისი მომენტუმი ამ ყველა სამუშაოს გაწევის შემდეგ აუცილებლად გაჩნდება, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ყველა თუ არა აბსოლუტურად უმრავლესობა ქვეყანაში დაივიწყოს რას ნიშნავს ნიჰილიზმი, რას ნიშნავს უიმედობა და კვლავ გაუღვივდეს ისეთი ემოცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბრძოლაში. გამარჯვებით მოპოვების შესაძლებლობის შანსი და სურვილი და ჟინი ბრძოლაში აქტიურად ფიზიკურად შესვლისა. დიახაც, ახლა არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი და არც იმიტომ რომ ასე ვხედავ. არ დაკლებია ამ პროცესს და ამ ბრძოლას ხარდაჭერი არც ერთი. უბრალოდ ამასაც ვამბობ აქვე. მოტივაციამ დაიკლო რიგ ადამიანებში, ხო? და დაიკლო შეიძლება ოპტიმიზმა, მაგრამ ეს არის ნორმალური რუტინულ ბრძოლაში 6 თვე როდესაც ხარ. წინა გადაცემაში თუ და გავიმეორებ 6 თვის განმავლობაში ბრძოლა ერთი ყოველდღიური არის ძალიან დამღლელი და ადამიანის შედეგს ჯერ კიდევ როდესაც ვერ აღწევს, ის მიდრეკილი არის იპოვოს დამნაშავე გარშემო. თაკუთარ თავს არავინ არ დაადანაშაულებს, პირდაპირ გეუბნებით. არავინ არ დაადანაშაულებს, მაგრამ ეს არ არის რაციონალური კიდევ ერთხელ მით უფრო როდესაც ხელისუფლების ეგრეთ წოდებული წარმომადგენლები მეგონი ხელის გულზე ჩანს რამდენად მიუხედავად მათი აი ესეთი რაღაცა პოზისა რომ მათ არანაღლებთ რა ხდება ქვეყანაში ძიმე მდგომარეობაში არიან მათ არ აქვს საერთაშორისო აღიარება მათ არ აქვს ლეგიტიმაცია მათ არ აქვს იმის იმედი რომ დასავლეთი მათ მიერ ჩატარებულ არჩევნებს ცნობს მათ არ აქვს ამისი თეორიული შანსიც კი და როდესაც ეს მოცემულობა რისთვისაც ბევრმა ვიბრძოლეთ და მათ შორის პირველი ნაბიჯი დიახაც ოპოზიციო პარტიებმა და მათმა ასობით ათასმა ხარდაჭერმა გადადგა დაკვეთა იყო ნახეთ როდესაც წევრებს ადგილობრივი რომ არა ბოიკოტ ინგა ეს უნდა თქვა რომ არა ბოიკოტ დახვეწდნენ ამ ოპოზიციურ პარტიებს ამ დეპუტატებს ბევრმა მათგანმა ეხლა მართლა ხო ინსტიტუციონალურ არ ვიცი ორთაბრძოლაზე თქვა უარი ხა ყველა არ არის დაბადებული ხა შეიძლება ჩემთვის კომფორტული იყოს და რაღაც ათეული ადამიანისთვის რუსთაველის გამზე კი ჩხუბი და ფიზიკური შეხლა შემოხმა მაგრამ ხა ბევრი არ არის ამისთვის მზად ხა ოჯახება სხვა რეალობისთვის მომზადეს და არ დაბადებულან ისინი 24 საათი ქუჩაში ყოფნისთვის მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ არიან ბრძოლაში მიუხედავად ამისა ყველა განსხვავებულმა ადამიანმა უარი ვთქვით ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში შესვლაზე რაც არ იყო 2020 წელს ნათქვამი პირდაპირ გეუბნებით რუსთაველის გამზირზე როდესაც ხედავ რაღაცა რიგ პოლიტიკოსებს ზოგჯერ გამარჯვების თქმაც არ მინდა იმიტომ რომ სულ მიტივტივდება ის მეხსიერება გონია რომ 4 წელიწადი ამიტომ დავკარგეთ იმიტომ რომ აქ გადაწყდება ქვეყნის შიგნით და რამ გამიცოცხლა ეს მეხსიერება გახარია და წყულკიანი ერთმანეთს როგორ ესაუბრებოდნენ და როგორ ამხელდნენ რა ხდებოდა თურმე 2021 წელს უმძიმეს მდგომარეობაში იყო ქართული ოცნება 2021 წელს მაგრამ მაშინაც მე მახსოვს ჟურნალისტები აკრიტიკებდნენ ოპოზიციას რა შვება ოპოზიციაო ხო საცივიდან თავს როგორ როდის იღებთ ქუჩაში რატომ არ ახარ კი მაგრამ გვარამია ამბობდა და მე არა რატო გვარამია არ თქვენ აკლებდით ეხლა არა მე ჩვეულებრივად კაცო ჩემი ვალდებულება მაკითხო ისე ჟურნალისტი გვარამია ამბობდა საცივიდან თავი ამოყავ ხო მაგრამ არა და კი ბატონო ამაზე ხა ბევრჯერ გვიხუმრია და იყო ეს რეალობა კი ნამდვილად მაგრამ ყველა ამას ამბობდით მაგრამ ქართულ ოცნებას რომ ძალიან უჭირდა მაშინ და წკიბზე იყო რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნულიყო და ნელ-ნელა სოკოებით ვრალდებოდნენ ის საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი ადამიანები 2020-2021 წლებში რომ აბა ოპოზიცია რისთვის არის აბა ოპოზიცია თუ პარლამენტში არ იქნება მაშინ სად უნდა იყოს და საბოლოო ჯერში აღმოჩნდნენ პარლამენტში ისე როგორც აღმოჩნდნენ დღესაც ახლა ვაკვირდები აქ ალაგალად ექსპერტები ჩანან პატივიცემა მათ რომლებიც ამტკიცებენ რომ იცით რა ახლა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიუხედავად მომხდარისა, ახლა ოპოზიციური პარტიები უნდა შევიდნენ. ანუ დარწმუნებული ვარ, ახლა ოცნება არის გაცილებით უარეს მდგომარეობაში, პოლიტიკურად, ემოციურად, მორალურად, ფინანსურად ვიდრე 2021. ეხა ოპოზიცია არის მზად უცებ რო ჩაგინიშნონ არჩევნები. ხო, და რომ გითხეთ, რას აკეთებთ ჩვენ? ინტენსიური არის ეს კომუნიკაცია. კი ბატონო. ანუ აქამდე ამბობდით, რომ არ გქონდათ კომუნიკაცია არა, თქვენ გითხეთ და გაგაწყვეტინეთ აზრი, რას აკეთებთ გორში, თელავში და სხვადასხვა ქალაქებში რომ ჩავდივართო. რას ვაკეთებ და ჩავდივარ თქვენ. ანუ ეხა რო დანიშნოს მიზინა არჩევნები ოპოზიცია გამარჯვების უნარიანი ხართ? ჩვენ უნდა ვიყოთ კი გამარჯვების უნარიანი, ჩვენ გამარჯვებულები ყველანი ერთად. ინგა გავიწდებათ, თქვენს გავიწდებათ, თქვენ შემოგივლეთ რა. გავიწდებათ, რომ ოპოზიციამ მოწონდა, არ მოწონდა, ხო, ესე იძლევა არჩევნებზე. ბევრი ადამიანი თქვენ რა გონია თავის დროზე სააკაშვილი როდესაც გადაერჩეს ივანიშვილის სიყვარულით მიცა ყველამ ივანიშვილს ხმა არა ზიზღითაც მისეს, ისევე როგორც თავის დროზე სააკაშვილი როდესაც იქნა არჩეული 96% შევარდნაძე ზიზღით იყო. დიახაც ასე არის, მაგრამ გამარჯვებული ასე მოვიდა ძალიან ბევრი ამორჩეველი შარშანაც. მაგრამ ისე ძალიან კარგად მახსოვს აგვისტოს თვეში შარშან დასაწყისში ამორჩეულთა დიდი ნაწილი არჩევნებზე წასვლას არ გეგმავდა და მართლაც ქუჩა იყო სასიარულო, რომ დაგვეწონებია რომ ისინი მივიდნენ. ამიტომ ოპოზიციური პარტიები მოგწონს, არ მოგწონს, ოპოზიციური პარტია ვერ მოგეწონება სანამ ოპოზიციაში არის. კი ბატონო. ოპოზიციური პარტიისგან შენ ელოდები გამარჯვებას. ეს გამარჯვება არ არის მოპოვებული და მესმის, რა თქმა უნდა, წუხილი. აქედან გამომდინარე, ამისთვის უნდა ვიყოთ მზად ისე როგორც ვიყავით მზად შარშან. ძალიან დაღლილია გუშინდელი დღიდან გამომდინარე და ჩვენი საუბარი დასასრულისკენ უნდა წავიყვანო. ბოლო კითხვას გისმენ. გვარამიაზე გაბრაზებული ხარ თუ მეჩვენება? რამდენჯერაც კითხვა დაგისვი და გვარამიას თემას შევეხე, იმდენჯერ აისხლით პასუხი და გადაიტანეთ რაღაც სხვა თემა. აი რატო დიანა რატო დიანაც იგივეს მეკითხება და იმიტომ და ზოგადად ეს არის გავრცელებული მემესთვის ბევრი ჩასაფრებული და ღიათხილული ანუ არა აისხლით უბრალოდ მასზე და სურველი ადამიანი ვითომ ჭალებში არსებობს რომლებიც ეძებენ მუდმივად პრობლემას და ყოფილი მეგობრების ეხლა მსმენია რომ ნიკა არ ელაპარაკება ნიკასა და ნიკას შორის ჩვეულებრივი მეგობრული თანამებრძოლური ურთიერთობა გვაქვს ეხლა და ვკითხეთ მის მიერ დადებულ Facebook პოსტზე, რომელსაც დღეში დებს 7-8-ს, მეც შეძლებისდანვე გიპასუხეთ და სხვაგვარად როგორ უნდა აღიქვათ, ვართ თანამებრძოლები და არ არის საძებნელი იქ ინტრიგა და სკანდალი, სადაც არ არსებობს. ახლა არც ნიკას გაუჭირდება პრობლემის არსებობის შემთხვევაში ამაზე ღიად საუბარი და არც მე პირიქით არის და ამის დრო არც არის. ჩვენი ძალა აი ამ კოალიციით, პარტია ახალის მიუხედავად იმისა, რაც მოხდა, ხო, არის ის რომ განსხვავებული ადამიანები ვართ ერთად. განსხვავებული ადამიანები და ორი დიდი გუნდი გაერთიანდა და ჩამოაყალიბა პარტია ახალი. ეხლა არიან ადამიანები, ვისაც არიან ადამიანები. ჩვენ დღე არ გავარო ერთმანეთი არ უნდა ხო? სხვადასხვა ოფისის ორი თანათავმჯდომარე. ორი კი დიდი პარტიაა და ეხლა თეთრი 2 წლის განმავლობაში ჩვენ ასე ვართ კი. რა არის აქ პრობლემა? არა, არაფერი, ერთი პარტიის ორი თავმჯდომარე სხვადასხვა ოფისში რატოს ხეთხარ ცოტა დამაბნეველი. არ არის სამწუხაროდ ისეთი ერთი ოფისი, სადაც ყველანი ვეტევით. დამაკმაყოფილებელი ხომ არის? ვითხარით რომ დამაკმაყოფილებელი არის მოგზადი. უფრო წელი ინტერვიუსთვის რეაქციაში მოგიწევთ უახლოეს ეს პერიოდში. და ეს სად ვიყავი ახლა? ეკას ნაცვლად მიმყავს. დღეს ეკავარ მიშველაძე. დიანა დამიძახეთ, მაგრამ წესი თუ შეგეშალათ. ეს არასოდეს არ შემშლია სიმართლე გითხრა. არ ვიფიქროთ რომ მთელი გულით გისურვებთ ახარიას ბაძავ პირიქით. კარგით. არ მიბაძოთ მაგაში არ არის კარგი ტონი მაინც და მაინც ამხარის სახელი რომ შეგეშლება. სხვა რამე შეიძლება. ნიკა, ანუ მაინც შეიძლება გირაო გადაიხადოთ, ხო და დავიშალეთ. აუ ზინგა თქვენ თქვით რომ შეიძლება გარეთ გადავიხადე ის 50000 ლარი თქვენ უნდა მას ესხოთ. მე უნდა გასესხოთ. კი, ამიტომ უშემატკივრად მაგდენს ვერაფრით ვერ გასესხებ, შემიძლია პატარა მცირედით წვლილი შემოვიტანო. თქვენი გირაოს გადახდის პრობლემა თუ იქნება. კი ბატონო, კარგი. აი ასე გამოძრა ნიკა მელია საბოლოოდ მისი გირაოს გადახდას მე მაჩეჩებს, მაგრამ როგორც ჩანს გადაიხდის. წარმატებები ნიკა მელიას მე მას დავემშვიდობები.